თბილისის ზღვიდან მოგესალმებით. არიკლაპიებზე გამოვედი საღამოს თუ იაქტიურებენ. ხო და ჯოხი მაქვს კიდე ახალი. 5-დან 18 გრამამდე ახალი Skyline. საშუალო ტესტის ჯოხი არ მქონდა და ავიღე 5-18. თორე 7 გრამიდან მე 50 გრამამდე ჯოხი მქონდა და ძალიან დიდი შუალედი იყო ხოლმე. ნუ ყველაზე მეტად კარგისთვის მინდოდა ეს ჯოხი. მაგრამ ქარიკლაპიებსაც თამამად წავეთამაშები და რო რამე იყოს დისტანციაზე დიდ ქორჭილებსაც კი. ასე რომ ნახოთ ახალი ჯოხით დღეს თუ გამომივა და თუ მოინათლება. სილიკონით დავიწყებ და მე შეიძლება განყალები წოსინჯო. გასროლა კაი იყო. დიეზი 0.8 მიხვევია წნული. იქიდან არის თან ნიავი და ნიავის საწინააღმდეგოდ თითქმის საკმაოდ კარგად გაფრინდა. სიგრძეში 2.30-ია. ესეც იმ Skyline-ის ზომა ზუსტად სიგრძეში. 2.30 თუ 2.29. ნუ რა მნიშვნელობა აქვს 1 სანტიმეტრს, მაგრამ ეგრეა. რამაგრად დარკ და ფრიქციონი ცოტა მოუშვათ. თავარია თავიდან კარგად გაიხრიკოსა. მერე უკვე იაროს დაიღალოს. არა ჩანს თითევზი. კაი ქარიკლაპია არის. კაი ქარიკლაპია არის. კაი მიდი იკატავე. კარგი ქარიკლაპია. მოდი. პირი არა მოციოზევით. ნახტომები და ეგეთები არ გვინდა. პირი, ჩაწიე წყალში პირი. მაგრათა აქ გადაყლაპული. მაგრამ მაინც ნუ ცალკაუზია სილიკონი და სახიფათო არის. მოდი. ცოტაც მოდი. კაი ბიჭი ხარ. საწახვედი. კაი ბძოლა ისო. პირველი თევზის გაქცევა არ გვაწყობს ახალ ჯოხზე. კაი ქარიკლაპია. ოდია. აი. ესაც რამ ხელაზია გადაყლაპული. მოიცა უცბად ამოუღებ. ნარადეც რამ ხელაზე გადაუყლაპია ესე როგორ შეისრულა. თითი გამიჭრა აშკარად ხელთათ მანშიც კი
Ах, бля. Გაეშვა, თუ არ გაეშვა. რამ ხელაზე აქვს მაკრატელი ძლივს წოდება. ჟანგადა. ნოირა. ორა. რამ ხელა ეშვია აი. აი ამ ეშვზე ჩამოვაცვით ითი ახლა. Ах, блин. საიდან ამოუღოს? სადა აქ ჩაყლაპული რა არის? აი. ცოტაც კარგი. აი, ასეთი ფერის. ეს არის SV fishing-ის სილიკონი. ამ ხელაზე ქონდა გადაყლაპული. კაი, გამოვაჩინოთ. ჩვენი ძმა. არა, მაგარი ქარიყლაპი არის. აი, ამ ხელა არის. ეს 2 კილოს 2 კილოს არ ჩამოუვარდება არაფრით. მეტი არ იყოს, ან სქელი ზურგია. 1-2 ფოტოც ახალ ჯოხთან არ იქნებოდა ურიგო. ასე წოთი დამელოდე. აბა. კარია. დავიდა. აი, შევიძახდი, იმ ხელთათ მაშიც კი გაატარა ის ეშვი. ამ ხელაზე გაუჭრია. არა უშავს. ერთი ეგეთიც არ იქნებოდა. ცუდი. არ მინდა ერთი თევზის ვიდეო რო დავთო. კარგი იქნებოდა. მინიმუმ ერთი ცალი მაინც რა. კიდე მოვატყუო. Opa! Кайра! Გაეშვა! არა და გამოვდე. რა კაი ჩარტყმა იყო. ხა ბიჭო რა. და მენანა რა. თა რო გამოვდე და მალევე გაეშვა. კაი აბა უცბად. რაღაც დაარტყავს ახლა ის. გადავაგდო იქ მაინც ისე. არა და ჩახსნილი მაქვს ისენი. ბალახსაწინააღმდეგო მავთულები მაქვს. შუაში ჩაჭრილი და ასე გვერდულად არის გაწეული იქით-აქეთ, რომ ბალახი ზევიდან გადავიდეს და ნემსკავი თვითონ ღიაა იდეაში. არა რა ვიცი. მე მგონი საერთოდ სტრუნაში დაარტყა ზევით და პირი ააცილა და პროსტა იმითი გამოედო რა. ნემსკავით არ გამოედო და გამოვგლიჯე პირიდან. ვილად.
აბა ისე ვიქჩავარდო. თუ ეგრე მოხდა და ნემსკავი არ გამოედო, შეიძლება გაუმეოროს. აუ, კარგი ჩარტყმა იყო რა, აი. კარგად გადმოსცა ჯოხმაც. ნახოთ აბა. იქნება გაშტერდეს კიდე და არ დღეს. კიდე მიღამდა ამასობაში. ისედაც 7 საათი დაწყებული იყო რომ მოვედი და სადღაც საათ ნახევარი პლუს მინუს ესე მქონდა დრო. ერთი ქარიყლავია კი დავიჭირე. ერთი კაი დარტყმა გაიმაზა და ეს ქარი მიშლიდა კიდე ხელს. ქარის გამო მიწევდა ცოტა მაღალი წონებით თევზაობა და როცა ცოტა პასიურია თევზი, ეს მაღალი წონებით თევზაობა მაინც და მაინც არ არის ხოლმე ეფექტური. მინდოდა რომ სადღაც 1 გრამი, მაქსიმუმ 2 გრამი თუ გამომეტარებინა, რომ ბალახებში სილიკონი კარგად წამომეყვანა. ჯოხს რაც შეეხება, რა ვიცი, მე მომეწონა. თავის საქმეს კარგად გაართვა თავი. თავარია რომ პირველივე დღესვე მოინათლა. საკმაოდ კაი ქარიყლაპია იყო. ასე რომ ამითი დაგემშვიდობებით. წყნარ ამინჩი კიდე მოვტესტავ მე დაბალი წონის სიმძიმეებით და მე ვნახოთ რა შედეგი დაიდება. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებები ყველას.